ომი ევროპის კონტინენტზე ჩანს გარდაუვალია მეთქი, ეს უნდა მეთქვა ახლა, მაგრამ ცოტა თქვენი ნებართვით ცოტა შევარბილებ. ნაკლებად დაგზაფრავთ და გეტყვით ასე. ომი ევროპის კონტინენტზე გამორიცხული სულაც არ არის, სწორედ ამ თემაზე უნდა ვისაუბროთ ახლა ძირითადად. ნამდვილად მძიმე და ალბათ ყველაზე მნიშვნელოვან სამსოფლიო თემაზე და ამბავის საქართველოსი ჩვენი ქვეყნისა როგორღაც უნდა ჩავაქსოვოთ ამ სამსოფლიო თემაში, ანუ უნდა დავუკავშიროთ და ჩვენ უნდა განვიხილოთ შესაძლო ყველაზე მძიმე სცენარიც კი და უნდა ვთქვათ რომ თუ უფრო მასშტაბური მსოფლიო დაპირისპირება მართლაც დაიწყო, ის გიბოდიშებთ სიმართლისათვის და ჩვენც გვინდა თუ არ გვინდა, ჩვენს შეგვეხება, ანუ მას ვერ გადავურჩებით. ეკონომიკური თვალსაზრისით ვერ გადავურჩებით, სოციალური თვალსაზრისით ვერ გადავურჩებით და კიდევ ღირებულებითი არჩევანის, ან ღირებულებითი ზოგადად თვალსაზრისით ვერ გადავურჩებით, ანუ განზე ვერ გავდგებით ზუსტად ისე, როგორც განზე ვერ გადგება პრაქტიკულად ვერც ერთი ქვეყანა, ვერავინ, ურუგვაი. რაშუაშიაო ახლა მეთქვით და მართლაც რაშუაშია ახლა და ეს სამხრეთ ამერიკული ქვეყანაც კი იქნება ჩაბმული, გაგიკვირდებათ და ამ პროცესებში ახალი ზელანდია რაშუაშიაო ახლა მეთქვით და რასაკვირველია რაშუაშია, მაგრამ ახალი ზელანდიაც კი იქნება ჩართული ამ პროცესებში და მით უფრო ვერ დავუძვრებით მას ჩვენ, რაც არ უნდა სირაკლე მაგახდეს, ის სირაკლებოს ალბათ უფრო ზუსტი სიტყვა ვინმე მაქ ივანიშვილმა ასე მაგალითად. ოღონდ როცა ვამბობ რომ ეს ჩვენ შეგვეხება მეთქი, არ ვგულისხმობ იმას რომ საქართველო მაინც და მაინც პოლიგონად გადაიქცევა, არა. რასაკვირველი აქ პოლიგონი, აქ წარმოუდგენელია, აქ სხვა ამბავი დატრიალდება და გეტყვით, რაც დატრიალდება გეტყვით, როგორიც დატრიალდება გეტყვით, რომ მძიმე ამბავი იქნება ჩვენს ქვეყანაში. ასე დავიწყებ და ბარემ თავშივე ვისაუბროთ სწორედაც რომ ჩვენს ქვეყანაზე, სწორედ საქართველოზე. მოკლედ, თუ უფრო მასშტაბური ომი მართლაც დაიწყო ევროპაში, მსოფლიოში, ევროპაში, ჩვენ მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდებით ისედაც, მაგრამ უმძიმესში, იმ შემთხვევაში თუ ამასობაში გვეყოლება, შეგვრჩება ივანიშვილი რუსი და გეტყვით რატომაც. ომის დამწყები მხარე, ყურადღებით თუ დამომისმინოთ ახლა, ომის დამწყები მხარე პუტინის რუსეთი ყველა პარტნიორისაგან და მათ შორის ივანიშვილისაგან, რომელიც მისი ხურმოჭრილი მონაა არის უკვე ხურმოჭრილი მონა, რუსეთი ყველა პარტნიორისაგან მოითხოვს ომში მის მხარეს, ანუ რუსეთის მხარეს ჩართვას, თანამონაწილეობას, ანუ დახმარებას. ჩვენ შემთხვევაში წახმარებას ჩვენი ადამიანური, ნახეთ, როგორი სიტყვა უნდა თქვა, ადამიანური რესურსით. თუ ვერ ხსნის, სხვაგვარად უნდა ახსნა, სხვაგვარად ვიტყვი. რუსეთი ზუსტად ისე გამოიყენებს ჩვენს ახალგაზრდებს, როგორც გამოიყენებს მაგალითად მისივე ბურიატებს, ჩუვაშებს, ჩეჩნებს, დაღესტნელებს, ხაბაროვსკელებს, მაგალითად ირკუტსკელებს. უფრო მარტივად უნდა ვუთხრა მაყურებელს, თქვათ, დედოფლის წყაროდან მაყურებელს, ქედიდან მაყურებელს, გორიდან, სენაკიდან, ჩოხატაურიდან, რაგინდა რა რაიონიდან, ამ და სხვა დასახელებული რაიონების მაცხოვრებელო. მომისმინე ყურადღებით შენ, სწორედაც რომ შენ, ახლა შენს ოჯახში, თუ სამეზობლოში, სანათესაოში, სამეზობლოში, რომ 15-16-17 წლის მოზარდია, ახლა რო იზრდება, რამდენიმე წელიწადში რომ გახდება სრულწლოვანი, ან 23 წლისა, 24 წლისა ზრდასრული, ანუ. სწორედ ამას კი არა, მას წაიყვანენ, წაასხამენ მეთქი, რუსეთის ომში, ევროპის თუ მსოფლიოს წინააღმდეგ ეს უნდა გაგაგებინოთ, ეს უნდა გავიგოთ ყველამ. თუ ბიზინა ივანიშვილი იქნება პარტნიორი რუსეთისა, ბიზინა ივანიშვილი საქართველო იქნება რუსეთის პარტნიორი. წაიყვანენ ევროპის წინააღმდეგ ომში და აომებენ რუსეთის მხარეს და დასავლეთის წინააღმდეგ, იმიტომ რომ ჩვენ არ გვყავს
თუ ასე გაგრძელდა არც გვეყოლება რუსეთისაგან დამოუკიდებელი ხელისუფლება, უკლებლი ყველაფერი, რასაც ბიზიდა ივანიშვილი აკეთებს, არის მინიმუმ შეთანხმებული და მაქსიმუმ და ობიექტურად კი ნაკარნახევი, სწორედაც რომ რუსეთისაგან ჩვენ არ გვყავს სუვერენული ქვეყნის სუვერენული ხელისუფლება. ანუ ჩვენ გვყავს ყურმოჭრილი მონა რუსეთისა ბიზიდა ივანიშვილი. მეცაც და უარესაც გეტყვით, ჩვენ ახალგაზრდებს რუსეთი მოიყენებს. იმპერიალისტი რუსები საზარბაზნე ხორცად გამოიყენებენ ჩვენს თანამოქალაქეებს, თანასოფლელებს. და აი რას იზავენ გეტყვით, ჩააწვენენ სადმე ჯერ სანგარში, მძიმე სიტყვებია მესმის და უკვე შემდგომ საძმო სასაფლაოზეც კი არ დამარხავენ ცინკის კუბოსაც არ გამოაგზავნიან ბოდის ვიხდი რასაკვირველია დედოფლის წყაროში, კედაში, ზუგდიდში, სენაკში, თელავში, გორში, კასპში. რა მნიშვნელობა აქვს რომელ რაიონს ან რომელ სოფელს დავასახელებ. არ გამოაგზავნიან ცინკის კუბოსაც კი იმ ბავშვების ოჯახებისთვის, რადგან მათთვის, რუსებისათვის, არათუ ვინმე ქართველი არ არის ძვირფასი ნებისმიერი გვარსახელისა. არამედ ყველა არის ეგრეთ წოდებული პუშეჩნაია мясо, ანუ საზარბაზნე ხორცი. ბურიატებიც ამგვარები არიან და ქართველები მით უფრო. და ყველა ავალდებული დაიცვას ეგრეთ წოდებული მატუშკა რასია, ანუ რუსეთი და მისი ძლიერება. და მე მესმის რომ ბევრმა მიიჩნია ახლა რომ მე ახლა ვუტრირებ, ვაჭარბებ, ვამძაფრებ და ასე არაა, ეს შესაძლო რეალობაა მართლაც, ანუ სულაც არ გამოსარიცხი. მაგრამ ჩემს სიტყვებში იოტისოდენა ჰიპერბოლიზაცია რომ სიყოს, მერწმუნეთ ასე ჯობს მრავალ მიზეზთა გამო, ვინაიდან ჩვენ უნდა გავიგოთ, რომ უფრო მასშტაბური ომი ევროპასა და რუსეთს შორის, ანუ უკრაინაში რომ ომია, იმაზე უფრო მასშტაბური ომი ამ სივრცეში გამორიცხული სულაც არ არის და არათუ გამორიცხული არ არის, არამედ ახლოვდება ბევრი კომპეტენტური ადამიანის, მოქალაქის ექსპერტის აზრით, პროგნოზით, გვინდა ეს თუ არ გვინდა, ანუ ჩვენ სურვილზე ხომ არ არის მართლა დამოკიდებული. რუსეთი თუ მიიღებს გადაწყვეტილებას ომის გამართვის თაობაზე, ის ამბობს აუცილებლად დაიწყებს და ბევრი ლაპარაკობს, რომ რუსეთი ომისათვის ემზადებოდა მოგვიანებით ამ თემაზე ვიტყვით. დიახ, მსოფლიო ომი, ანუ ომი არა უკრაინაში, არამედ მსოფლიოში, ვიმეორებ მსოფლიო ომი ბევრი აზრით ახლოვდება და ივანიშვილის ეს ვითომ მშვიდობის პოლიტიკა, სირაკლემობა რეალურად არის გარდაუვალი მარცხის პირდაპირ მნიშვნელობით დამანგრეველი ინდივიდის დამანგრეველი საზოგადოების დამანგრეველი გარდაუვალი მარცხის მომასწავებელი ქვეყნის დამანგრეველი პოლიტიკა იმ შემთხვევაშიც კი თუ ომის საზღვრები არ გაფართოვდება, ანუ თუ არ გადაინაცვლებს ომის ეპიცენტრი, ასე მაგალითად ბალტიის სახელმწიფოებისა, კენ, იმ შემთხვევაში თუ იმ შემთხვევაშიც კი თუ ლოკალურად უკრაინაში ჩარჩება და არ გასცდება უკრაინას ეს ომი როგორც ასეთი თუ საქართველოს რუსეთს დაუახლოვდა, მეტად თუ დაუახლოვდა და საბოლოოდ დაუახლოვდა და ამ გზაზე ვართ ახლა ივანიშვილის გამოისობით დაუახლოვდა კი არა, ბოდიში და თუ შეეტენა რა გინდა რა დემაგოგიური არგუმენტებით პაპუაშვილი ერთს ამბობს, კობახიძე იგივეს იმეორებს და ივანიშვილი კი აჩრდილივით ადგას ერთსაც და მეორესაც და მთელ ქვეყანასაც ლამის, რა გინდა რა დემაგოგიური არგუმენტით თუ შეუერთდა და დაუახლოვდა საქართველოს რუსეთს, ჩვენ გველის პირდაპირ მნიშვნელობით კატასტროფა დედოფლის წყაროელებო, ზუგდიდელებო, სენაკოლებო, ქედელებო, რა მნიშვნელობა აქვს, რომელი რეგიონის, რომელ რაიონის, რომელ სოფელს დავასახელებ, ყველამ უნდა გაიგოთ, რომ ივანიშვილი გარდაუვალი მარცხისაკენ მიგვაქანებს ჩვენ ყველას დამოუკიდებლად იმისა, ვის როგორი პოლიტიკური გემოვნება გვაქვს, ვინ ვისი ამომრჩეველი ვართ, ვის რა მოგწონს და რა არ მოგწონს. გამარჯობა, მე ვარ ირაკლი ტაბლიაშვილი, ეს არის კონტექსტი, ჩემი საავტორო გადაცემა. მე ვისაუბრებ თემაზე, რატომ და როგორ იზრდება გლობალური ომის საფრთხე, მაგრამ მანამდე თქვენი სტემართი თქვათ ასე 250, 260, 260,000, 270,000, 300,000. სხვადასხვა რიცხვის სახელდება, ვინც მეორე მსოფლიო ომის ნაწილში, ეგრეთ წოდებულ დიდ სამამულო ომში დაიღუპა საქართველოსთან. ახლა მოდი ვთქვათ ასე, მათთვის მაინც
ვინც დარდობს და სამართლიანად დარდობს ჩვენს დემოგრაფიაზე, გენოფონდზე, რიცხოვნობა რაოდენობაზე და ასე შემდეგ, მოდი ვიანგარიშოთ თქვენის ნებართვით. და ომში დაღუპულთა ყველაზე მინიმალური რაოდენობა 200,000 ავიღოთ და ჰიპოთეტურად ვთქვათ, რომ თითო დაღუპულს რომ არ მომკვდარიყო, აი ეს ახალგაზრდა 40-იან წლებში ვინც დაიღუპა 40-იან წლების დასაწყისში, ეგრეთ წოდებულ დიდ სამამულო ომში ეყოლებოდა თუ არა 2. მეტი კი არა, მართლა 2, აი 3, 4, 5 კი არა, 2 შთამომავალი. ანუ 200,000 ეყოლებოდა 400,000 შვილი, შესაბამისად მათ შვილებს 400,000 ეყოლებოდა უკვე 50-იან და ახლოებით წლებში 60-იან წლების დასაწყისში 800,000 შესაბამისად 70-იან 80-იან წლებში 1,600,000 და ასე შემდეგ. ამ ანგარიშით, აი რომ იანგარიშო ყველაზე უფრო მინიმალისტურად რომ დათვალო 2025 წლისათვის ჩვენ ვიქნებოდით არა 3,5 მილიონი როგორც ვართ დღეს, არამედ მინიმუმ, ხაზგასმით ვამბობ ამას, მინიმუმ 5,5 შესაძლოა 6,5 შესაძლოა 7 მილიონიც კი. აი 200,000 თუ დაიღუპა და მეტი დაიღუპაო, ხო ვამბობთ ამას. მაგრამ იმის გამო რომ სუვერენიტეტი უკვე ჩვენ აღარ გქონდა, იმის გამო რომ პუტინის წინაპარმა სტალინმა ქართველების ომში ჩაბმა, ჩართვა, ამოხოცვაც ასე გეტყვი. გადაწყვიტა იმის გამო რომ იმჟამინდელ საბჭოთა რუსეთსაც ადამიანი არაფრად მაშინდელ აი 40-იანი წლების დასაწყისის 30-იანი წლების ბოლოს საბჭოთა რუსეთს, საბჭოთა კავშირს ადამიანი არაფრად უღირდა და ახოცავდა არა მხოლოდ ერთხელ უკვე ხსენებულ ხაბაროვსკელებს, ბურიატებს, არამედ ყველა სხვა ეროვნების მოქალაქესაც უნდა ნახოთ რამდენი 80-90,000 სომეხი დაიღუპა. თქვენ რომ იცოდეთ, ყაზახეთიდან მოქალაქეები დაიღუპნენ 600,000. იმის გამო რომ სტალინისთვის ყველა ეროვნება იყო საზარბაზნე ხორცი, მინიმუმ 200, რეალურად კი 250,000-ზე მეტი ქართველი ჩაწვა სადღაც მეთქი, იმიტომ რომ ჩვენ ხომ არ ვიცით 700,000 ქართველიდან 300 თუ დაიღუპა, უმრავლესობა სად არის, ან დიდი ნაწილი სად არის დამარხული, ძმათა სასაფლაოც არ არის, ხო? ბევრი ჩაყარილები არიან, ანუ დავკარგეთ ამდენი 1000 ჩვენი თანამემამულე, ჩვენი ბებია-ბაბუები რომ უნდა ყოფილიყვნენ და ყველაფერს თავი ყველაფრის. იყო დასაწყისი, იყო 1951-მდე 20 წლით ადრე მომხდარი ამბავი. ოკუპაცია, სუვერენიტეტის გაუქმება დამოუკიდებელი საქართველოსი, რომლის ავტორი, ანუ სუვერენიტეტის გაუქმების ავტორი იყო სერგო ორჯონიკიძე, ხოლო თავარ ავტორი მესამე დრო ვახსენებ, ახლა იოსებ სტალინი გამიბრაზდებიან, სტალინის მომხრეები მომიტევეთ, კი არა, არც კი ბოდიშებთ. დიახ, დამარცხდა დემოკრატიული რესპუბლიკა და 18 წელიწადში დაიწყო ეს მეორე მსოფლიო ომი, 20 წელიწადში კი თბილისის თუ სხვა ქალაქების ოჯახებს მიაკითხეს საბჭოელებმა დააკაკუნეს და თქვენს დაახლოებით შემდეგი წინადადება შინაარს გადმოგცემთ თქვენი შვილი მიდის ომში იმ სტალინის და საბჭოეთის დასაცავად და კი რასაკვირველია იყო ტირილი გამოტირება, გაცილება იყო რასაკვირველია საგზლის კატალება იყო წერილების ჩადება გულის ჯიბეში, დედა ხო დაბრუნდები, იყო ქვითიდი და მოლოდინი რომ შვილები დაბრუნდებოდნენ, მაგრამ შვილების დიდი ნაწილი 250,000 დაახლოებით ვერ დაბრუნდა. შვილები ვერ დაბრუნდნენ. დაიხოცდნენ და თუ მე ვიტყვი რომ დაიხოცდნენ სხვის ომში მეთქი, მე მესმის რომ ბევრს ეწყინება, მაგრამ უფრო თაობისა შეედარებით მოქალაქეებს, მაგრამ ალბათ მაინც მართალი ვიქნებით, ეხ სხვის ომში გაგიკვირდებათ და მართლა სხვის ომში, იმიტომ რომ ის შენი სამშობლო, შენი ქვეყნისათვის ომი არ იყო, ის იყო სხვისთვის ომი, არა შენი სამშობლოსათვის, ქვეყნისათვის, რომელიც შენი არ იყო. ამასთან ამ დახოცილი ბავშვების, ახალგაზრდების სამშობლოს, საქართველოს წრებისათვის დაღვრილი სისხლი გამოდის, პატივისცემა ყველა დაღუპულის მიმართ და კიდევ ერთი პასაჟი ობიექტურობისათვის, როდესაც საუბრობთ იმაზე, რაზეც საუბრობთ, ვინმე რასაკვირველი არ უნდა ჩათვალოს, რომ ნაცისტური გერმანიის ბოროტებას ჩქმალავთ, ავიცი ნაცისტურ გერმანიას ვამართლებთ. რასაკვირველი არა. ჩვენ ვანვითარებთ თეორიას, რომ დამოუკიდებელი რომ ყოფილიყო საქართველო, ანუ 1921 წლის ტრაგედია რომ არ მომხდარიყო აქ ამ ქვეყანაში,
ჩვენთვის ბევრად ნაკლები ტრაგედიით დასრულდებოდა ის გარდაუვალი რომ იყო როგორც ჩანს მეორე მსოფლიო ომი დაწყებული 1939-ში. ხომ კარგად ხსნი. ახლა კი მთავარ თემას მივხედოთ. მაშასე მოსალოდნელია თუ არა მესამე მსოფლიო ომი. და მოусმინოთ სტალინის მემკვიდრე როა. სტალინს რო ეჯიბრება ერთგვარად და შეშლილი როა. სტალინზე არანაკლებ, არა, სტალინზე ბევრად მეტად Путинс მოусმინოთ. Мы не собираемся воевать с Европой, я уже об этом 100 раз сказал. Но если Европа вдруг захочет с нами воевать и начнет, мы готовы прямо сейчас. Только вопрос в чем? Если Европа вдруг начнет с нами войну, мне кажется, что очень быстро, это же не Украина. С Украиной мы там действуем хирургическим способом, аккуратненько, так? Чтобы, понятно, да? Это не война в прямом, современном смысле этого слова. Если Европа вдруг захочет начать с нами войну и начнет ее, очень может быстро произойти ситуация, при которой нам не с кем будет договариваться. Если Европа захочет, Европа ту მოინდომებსო, ამბობს რუსეთის დარტყმული ლიდერი შლეგი კაცი და უნდა თქვა ღიად, ჯერ ერთი ევროპას ომი ზოგადად და მათ შორის რუსეთთან ომი ცხადია არ უნდა, მაგრამ ეს კი არაა მთავარი, არამედ ის რომ პუტინს მიაჩნია. პუტინს ასე ჰგონია. თუ ევროპა მას არ დაუთმობს უკრაინას სრულად ან არ დაუთმობს თუნდაც ამ რაჩვეულებრივი ქვეყნის 5 რეგიონს დონეცკს, ლუჰანსკს, ხერსონს, ზაპოროჟიესა და ყირიმს, ეს იქნება მადასტურებელი, რომ ევროპას ომი, პუტინის აზრით, ევროპას ომი უნდა მეცაც გეტყვით. პუტინი მიიჩნევს, რომ ასე მაგალითად გაყინული რუსული აქტივების უვადოდ ჩაბორთმევა რუსეთისათვის და უვადოდ ჩამოვართვეს მას. გაუყიდეს უფრო ზუსტი ვიყო არ დაუბრუნებენ. ხო, ეს არის ევროპის მილიტარისტობის და ომში რუსეთის ჩართვის საფუძველი ევროპა დაისჯება იმის გამო რომ უკრაინას უჭერს მხარს ამბობს პუტინი და ამატებს ქურდობა არ არის შესაფერი სიგარმარტებაო ქურდობა ფარული ქმედებაო აქ კი ყველაფერი ღიად ხდება და ასე რომ ესაა ძარცვა და შედეგები ძალიან მძიმე იქნება მძარცველებისთვის ანუ ევროპისთვისო ამას სწორედ ამას ამბობს შლეგი რუსეთის შლეგი ლიდერი პუტინი კულტურულად ვიკითხოთ რისი ერთი უნარი აქვს რუსეთს იმ პირობებში როცა მას დონბასის ნაწილიც კი ვერ აუღია 4 სრული წელიწადია და 4 წელიწადი გავაბართლა 24 თებერვალს ომის დაწყებიდან შეუძლია თუ არა მას ბალტიის სახელმწიფოების ასე მაგალითად ბალტიის სახელმწიფოების ოკუპაცია პოლონეთის დაბომბვა სხვა ევროპული ქვეყნების წინააღმდეგ ჰიბრიდული ომის არაკონვენციური შეტევების განხორციელება და პასუხი არა აქვს ამის ძალა რომ ეს ხშირად მithქვამს რა საკვირველია ასეც არა აქვს ამის ძალა მარტივია მეორე მხრივ და კბილად საამოდ მოსასმენია კბილად მოსასმენი პასუხია რეალურად რუსეთი მართლა გამოფიტული ქვეყანაა და საკმაოდ დასუსტებული ქვეყანაა მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას რომ ის არ ემზადება ახალი და უფრო ფართო მასშტაბიანი ომისათვის არა იმიტომ რომ ასე მაგალითად ვარშავაში მარშით უნდა გაიარონ მისმა ჯარისკაცებმა არამედ იმიტომ რომ ომის ახალი ეპიცენტრების შექმნით დასავლეთ სწორედ უკრაინა ოღონდ უკრაინა სრულად უნდა გამოსტაცონ სრულად უნდა დაათმობინონ დასავლეთს ახალი ეპიცენტრების შექმნით ვარშავაში თუ იქნება დივერსიები ბალტიის სახელმწიფოებს თუ შეუტევს ან სხვაგან თუ დააიწყებს ჰიბრიდული ომის სხვადასხვა ელემენტებს გამოიყენებს ამით დასავლეთი დასუსტდება ასე ფიქრობს და მართალიც არის განა არა რუსული ლოგიკა ასეთია და უკრაინა ნაკლებად ყურადღება მისაქცევი იქნება პუტინის აზრით აგრეთვე პუტინს სურს დასავლეთს დაათმობინოს კავკასიის რეგიონი და ბალტიის ქვეყნები ეს თქვი პრინციპში დიახ პუტინი განიხილავს რომ ბალტიის წარმოიდგინეთ ბალტიის სახელმწიფოებშიც კი დაამყაროს სახელმწიფოებზეც კი დაამყაროს ფიზიკური კონტროლი ეს სიტყვა დაიმახსოვრეთ ფიზიკური კონტროლი ძალიან მნიშვნელოვანი ასპექტი ანუ გააკონტროლოს ეს სახელმწიფოები
დიახ, რუსეთს კონვენციური ომის ყველგან წარმოების უნარი მართლაც არ აქვს. გასაკვირველია. მაგრამ მას უნდა რომ ბოლომდე ჩამოიშალოს და ფარჩაკდეს უკაცრავად სიტყვისთვის ნატო ანუ ჩრდილოატლანტიკური ალიანსი და ეს შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სწორედ ნატოს წევრ სახელმწიფოს, ალბათ უფრო ლიეტუვას და ესხმება თავს შესაძლოა ესტონეთსაც, შესაძლოა ლატვიასაც. ახლა მე არ წინასწარ მეტყველებ მაინც და მაინც, მაგრამ უფრო ამ სამი სახელმწიფოდან უფრო ალბათ ლიეტუვას. და ესხმება თავს კონვენციური ომით და სხვები კი ამ ქვეყანას ვერ არ დაეხმარებ დაიცავენ. ეგეც თქვენი ნატო. ამის თქმა უნდა რუსეთს და თითის გაშვერა ჩრდილოატლანტიკური ალიანსისაგენ. და თუ ამ რაკურსით ვიმსჯელებთ კალინინგრადის ოლქთან, რატომ არის ლიტვა სწორედ ხო ლიეტვა გამორჩეული კალინინგრადის ოლქთან სახმელეთო კავშირის დამყარება რუსეთისთვის საინტერესოდ გამოიყურება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, მეთქი ამასაც ვიტყოდი. რუსეთი უნდა შეიჭრას სუვალკის დერეფანში 24 საათში გაჭრას ხაზი კალინინგრადამდე, შუაგულ ევროპაში რო აქვს ექსკლავი. ლიეტვამ და პოლონეთმა მას კონვენციური წინააღმდეგობა არ თუ ვერ უნდა გაუწიონ და დამოუკიდებლად რომც გაუჭირდებათ, ანუ იმ შემთხვევაში ნატო მთლიანად არ დაეხმარება. ნატო უნდა შეიკრიბოს აბასობაში ბრიუსელში, უნდა იმსჯელოს პასუხზე და კოლექტიური კონვენციური პასუხი, სიმეტრიული თუ ასიმეტრიული, რუსეთს არც უნდა გასცეს, ეს არის რუსეთის გათვლა. სიგიჟეაო, ბევრი თქვენგანი მithყვის და მე გეთანხმებით, რომ სიგიჟეა და რისკიანი სიგიჟეა, რისკიანი ნაბიჯია, რასაკვირველია, მაგრამ რუსეთი ამ ავანტურაზე წამსვლელიც კია, რადგან მას სურს, რომ უკრაინის მხარდამჭერი ევროპა დაისაჯოს უნდა ევროპა იმის გამო, რასაც ამდენი ხნის განმავლობაში მათ შორის მიუხედავად ამერიკელების სხვა პოლიტიკისა, განსხვავებული პოლიტიკისა, ევროპა მაინც მიდის იქითკენ და ღია დაფიქსირებს მხარდაჭერას უკრაინის მიმართ. ამისათვის კალინინგრადთან კავშირი უნდა ეს ერთ-ერთი სცენარია დამყარდეს. მერე რუსეთი ოკუპირებული ევროპიდან არ უნდა გავიდეს, ანუ ამ სუვალკის დერეფანიდან და რუსეთმა უნდა თქვას, რომ იგინდათ. ესაა ახალი ნოვი რეალი უყვარს ხოლმე პუტინს ამის წარმოთქმა, ამ სიტყვების თქმა, ესაა ნოვი რეალი და უნდა დაამატოს, თუ პასუხის გაცემას გადაწყვეტ, მე მთელ ლიეტვასაც დავიპყრობ ლატვიას, რომელშიც 48%, 46, 48% რუსულენოვანი მოსახლეობაა. ზედ დავაყოლებ, ესტონეთში შეჭრა კი ძალიან გამიიოლდება. ამას გარდა რუსეთს შეუძლია არა მარტო თქმა, რომ პოლონეთს დამატებით დაბომბავს, არამედ ამის გაკეთებაც კი, ანუ არა სახმელეთო ოპერაციის დაწყება პოლონეთის მიმართულებით, არამედ საჰაერო იერიშები და კიდევ მუქარა, რომ ასე მაგალითად ბერლინსაც კი შეუდევს. კიდევ ერთხელ ვიკითხავ ამ დასუსტებულ კრეისერ მოსკვა ჩაზირულ სტრატეგიულ ბომბდამშენების 1/3 რომ დაქვს დაკარგული იმ რუსეთს აგრეთვე მილიონზე მეტი ჯარისკაცი რომ გაუნადგურეს იმ რუსეთს ამის გაკეთება ძალუც შეუძლია კი საქმეც ისაა რომ შეუძლია მეთქი და აი რას გულისხმობ ომი მისი დღევანდელი განსაზღვრებით აღარაა მხოლოდ ბრძოლები ხმელეთზეცაში თუ ჰაერში 2015-ში თუ არ ვცდები, ნატომ განსაზღვრა ასე, რომ ომი არის ჰიბრიდული და რუსეთს შეუძლია და აკეთებს კიდეც ამ ჰიბრიდულ ოპერაციებს, მიმართავს დივერსიებს, ფსიქოლოგიურ ზეწოლებს, მედია კამპანიებს და ამა თუ იმ ქვეყანაში რეჟიმ ჩეინჯების სპეცოპერაციებს ეს გააკეთა მან 2012 წელს საქართველოში, მოდი ასე ვიტყვი, ექსპერიმენტის სახით და გაუვიდა. და ბევრგან სხვაგანაც ცდილობს და ხარგაზდის და ხან არა რუმინეთში არ გაუვიდა, სომხეთში არ გაუვიდა, მოლდოვაში არ გაუვიდა, უნგრეთი კი გადაასხვაფერა, ფაქტია. უნგრეთი მისი წარმატების შუაგულ ევროპაში მაგალითია და არა მხოლოდ უნგრეთი, მოლდოვა, კი გითხრათ, ან რუმინეთი წარუმატებლობის. და კიდევ ერთი ასპექტი, რუსეთს ეს არ ნაკლებად გაზდის იქ, სადაც საზოგადოება არის ძლიერი საზოგადოებას წინააღმდეგობის შესაძლებლობა, უნარი, სურვილი აქვს. ჩვენთან სამწუხაროდ საზოგადოებას ამის უნარი, სურვილი და შესაძლებლობა არ აქვს და ოდნავ მოგვიანებით თუ ვახერხეთ ამაზე ლაპარაკი, მოვასწარით ამაზეც თქვათ ორი სიტყვა. დავუბრუნდეთ თემას, დაიწყება თუ არა ომი
ომი ევროპაში მე არ მენდოთ რა საკვირველია და გაისიგრძე განეთ რას გვაუწყებს Reuters-ი, რომლის ინფორმაციითაც ამერიკის დაზვერვის შეფასებით პუტინი მთელი უკრაინის ხელში ჩაგდების გარდა ვიმეორებ გარდა ევროპის იმ ნაწილებზეც აპირებს გავლენის აღდგენას, რომლებსაც ოდესღაც საბჭოთა კავშირი აკონტროლებდა კავკასიაზე და ბალტიის ქვეყნებზე. კიდევ ვიკითხავ, გაუიოლდება არა, გასაკვირველია, მაგალითად აზერბაიჯანს იოლად ვერ შეათრებს ის ვერადაირ ახალ საბჭოთა კავშირში, თუნდაც თურქეთის ფაქტორის, თურქეთი რომ დგას ალიევის აზერბაიჯანის უკან ამ ფაქტორის გათვალისწინებით გამო. მაგრამ მოლდოვას და მით უფრო საქართველოს ნამდვილად შეათრებს, ოღონდ აქ ერთი დეტალიცაა და მას კონტროლის დამყარების დეტალი ჰქვია, კი გითხარით და როცა საქართველოს ვახსენებთ, უნდა თქვათ შემდეგის ივანიშვილმა, ეს არის ერთ-ერთი სერიოზული და ალბათ უსერიოზულესი დანაშაული მისი ისტორიისა და ქართული ხალხის წინაშე. ივანიშვილმა არა რეზისტენტულ ქვეყნად გარდაქმნა მეტწილად და მეტიც კოლაბორანტთა რაღაც გვინდა მართლა ეს ილუსტრაციის კანონი კოლაბორანტთა ოაზისია საქართველო დღეს, ხოლო ამდენი კოლაბორანტის პირობებში საქართველოზე კონტროლის დამყარება დიახაც რომ იოლია brainwashing-ის, ანუ ტვინთა რეცხვის 12 წლიანმა კამპანიამ ჩვენში სარუსეთო შედეგი გამოიღო. რუსეთს უკვე ჯიბეში ხავს მისი თუნდაც დე-ფაქტო, მაგრამ ძალაუფლების კვერთხის მფლობელი დიქტატორული ხელისუფლება და საზოგადოების ნაწილიც კი, რომელიც ეგუება ქვეყანას, რომელიც 17 წლის წინ ღია ომში იყო ჩვენთან, ღია ომი გამოგვიცხა დაგბომბა. საზოგადოების ნაწილზე ვლაპარაკობ ცხადია და არა, ღმერთმა დაგვიფაროს, არა მთლიანად ქართულ საზოგადოებაზე. ეს სამწუხარო რეალობაა, მაგრამ ჯიბეში ხავს კი მაგალითად რუსეთს ყაზახეთი გადავერთე სხვა ქვეყნა ცენტრალური აზიის ქვეყანაზე თან კი და თან არა. იმ შემთხვევაში თუ უკრაინა დაეცემა, ყაზახეთი მოწყვლადი ქვეყანა გახდება რასაკვირველია. რუსეთი უსათუოდ დაანგრევს ყველას, ვინც მას შეეწინააღმდეგება. ამდენად ყველა ჩაყვება მას, ჩათრევას, ჩაყოლას ამჯობინებენ ქვეყნები და ამიტომ არის წინააღმდეგობა ახლა გარდაულა და უცილებელი, როცა შანსი გაქრობს სხვებთან ერთად დაამარცხო და უკვე შემდგომ წინააღმდეგობას თუ ის უკრაინას დაამარცხებს, ვინც ის და აზრი შეიძლება არც ჰქონდეს საყოველთაო წინააღმდეგობას, თორე ქართული ხალხი რომ სულ იბრძოლებს, ქართული ხალხის ნაწილი რომ სულ იბრძოლებს, ეს ფაქტია. ახლა ერთი ამბავი არ იგულისხმება, როცა ვამბობთ რომ ყველას დაამარცხებს, მეთქი ამ ყველაში არ იგულისხმება, სწორედაც რომ უკრაინა არ იგულისხმება. ყველაზე უარესი სცენარიც რომ წარმოვიდგინოთ, უკრაინა ბრძოლას გააგრძელებს თუნდაც პარტიზანულ დონეზე. და აი აქაც დასჭირდება რუსეთს მეტი და მეტი, ესამეთ ვიტყვი, მეტი და მეტი ადამიანური რესურსი, რომ ამ მარადიულ ბრძოლას ახალ ბანდერებთან უკრაინასთან გაუმკლავდეს, ანუ როცა გაიმარჯვებს, მაშინაც კი არ იქნება ის რუსეთი გამარჯვებული. ყველა ის ქვეყანა, რომელიც მიეტენება რუსეთს ახლა, შევა ოდეკაბეში, SNG-ში, სამხედრო ალიანსში მასთან, რუსეთის მიერ იქნება გამოყენებული ახლაც სასაკვირველია და შემდგომ პერიოდშიც ევროპის და უკრაინის წინააღმდეგ ომებში ქართველებს პუტინი განსაკუთრებით დასჯის, მეთქი ამასაც გეტყვით. ანუ ჩვენ, ვისაც ევროპა გვინდოდა და რუსეთი არ გვინდოდა და არ გვინდა. ვინც 90-იან წლებში მას ხელ უკუღმა, ავათხა ლაშუნეთ, ავარტყით ხელი. ვინც 2008 წელს მას წინააღმდეგობა გავუწიეთ, ვინც არ დავნებდით, ვინც ყველა სირთულის მიუხედავად ყველა ეპოქაში გარდა ივანიშვილის ეპოქისა ვთქვით, რომ ჩვენ მივდივართ ევროპისაკენ, ჩვენ აღარ გვინდა რუსეთთან ცხოვრება, პუტინი და პუტინის რუსეთი რასაკვირველია დასჯის განსაკუთრებით მოქალაქეებს და ქვეყანას, ვინც ახლაც იბრძვის უკრაინაში, მოქალაქეებს, ვინც იბრძვის უკრაინაში. არჩილ ხოფერიას ქვეყანას დასჯის რასაკვირველია. არჩილ ხოფერიაზე გავახსენდა, არჩილ ხოფერია ჩვენი დიდი მეომარია, იცით თქვენ, მეომარი უკრაინაში. ეხლა მისი ვიდეო, მისი მიერ გავრცელებული ვიდეო უნდა შემოგთავაზოთ. მინდა გაჩვენოთ რა, იცით ახლა პაკროვსკის მიმართულებაზე. ეს არის ასე ვთქვათ ღმა ზურგი, სადღაც 50-60 კილომეტრი რა.
პაკროვსკიდან. ნახეთ, ეხლა რატო აჩვენებ? როიცოდეთ. აი ესეთი. აი ესეთები დაქსელილია ყველაფერი. თუ იქნება გადაწყვეტილება რომ დათმონ, თქვა დონბასი უომრად. ესეც არა დიდი პრობლემა. ამ ომში ეს არა დიდი პრობლემა. მთავარი მიზანი რაც იყო რუსების ვერ სრულდება. ეს იქნება დროებითი ტერიტორიული დათმობა თან. მაგრამ თუ გადაწყდება ბრძოლა, აი სანამ აქ მოვლენ, მინიმუმ ჩააწვენენ 200,000 კაცს მიწაში. სულ ცოტა. აი იქეთ ხელს ვისერ მარცხნივ. წინა ესეთი ტანკსაწინააღმდეგო თხრილებით, დოტებით, თავდაცვის საშუალებებითაა გამაგრებული თორემ მიდის თან მუშაობა. უბრალოდ რო იცოდეთ რა. აი ესეთი მდგომარეობაა ახლა რა. ყველა განწყობილია, ყველა მობილიზებულია და ყველაფერი კეთდება. თავდაცვისთვის, ტრის შეკავებისთვის და საბოლოოდ გამარჯვებისთვის და ჩვენი მიზანი რაც იყო ის გრძელდება. ჩვენი ბრძოლა მარადიული ჩვენი ხალხის და ჩვენი და უკრაინელების. ება დროები. უსაინტერესო ესი ვიდეოა, ძალიან დიდი მადლობა ბატონ არჩილს. თუ ინმეს გონია რომ რუსეთი თავზე ხელს გადაგვის სვამს, თუ ევროპაზე ახლა ვიტყვი თუ არს, არ ვიტყვი თუ არს ზოგადად. ან რუსეთს მივეტენებით ეს ვინმე ამის თქმელი მინიმუმ გულუფრხილო არის. ასევე ცდება და რეალურად კი ბიზიდა ივანიშვილის აი ამ ბრეინვოშინგის მსხვერპლია. რუსეთს როგორც გითხარით, სჭირდება გამარჯვებები უკრაინაში და მერე მისი კონტროლი. უკრაინაში გამარჯვება უნდა მთელ უკრაინაში. და მე ისი ამ ქვეყნის კონტროლი და გამარჯვება უნდა ევროპაშიც. მისი აღმოსავლეთ ფლანგის კონტროლი უნდა. თავად რუსეთს კი უნდა ვიცოდეთ არ ყოფნის, არ ეყოფა, არც ახლა ყოფნის და არც მომავალში ეყოფა ადამიანური რესურსი, რომ ამდენი ომი აწარმოოს და მით უმეტეს გააკონტროლოს, მით უფრო გააკონტროლოს. გარკვეული გამარჯვებების შემდეგ ესა თუ ის ტერიტორია. ესტონეთში ის ვერ გაჩერდება, რა საკვირველია. ესტონელები 10 წლეულების განმავლობაში პირდაპირ კონვენციურ ომს გამოუცხადებენ პატარა წარმატების შემთხვევაში, რუსეთის პატარა წარმატების შემთხვევაში. ამდენად ჩვენ ამ ომებში ამ თავითვე ჩაგვითრებს, ანუ რუსეთს უნდა რომ ამ თავითვე ჩაგვითრიოს, იმიტომ რომ მივეხმაროთ მას. ძალიან მარტივად საუბრობთ, ხო? ჩვენი ახალგაზრდების გაწვევით, ჩვენ მივეხმარებით და რუსეთი ამას ჩალიჩობს. ფულს გადაუხდის, ორხრივ ხელშეკრულებებს დააფორმებს ბიზიდა ივანიშვილ ბანდიტთან. ირაკლი კობახიძეს მოთაფლავს თუ მოგთამავს, შალვა პაპუაშვილს სიგიჟეებს ალაპარაკებს თუ არ ალაპარაკებს. მე 7 ხარისხოვანი ეს ყველაფერი. რუსეთს უნდა რომ ჩვენ ვიყოთ კოლაბორანტი ივანიშვილი იყოს და მისი სახით საქართველო იყოს რუსეთთან. ესაა მწარე რეალობა. ახლა კიდევ ერთი ვიდეო რგოლი უნდა ვნახოთ და ბოლოს თქვენის ნებართვით ედიტორიალის ეპილოგი. რა მოხდება უკრაინაში? რამდენად მოახერხებს რუსეთი ამ არაჩვეულებრივი ქვეყნის ერთი ნაწილის, ანუ დონბასის სრულად დაპყრობას იმ ტერიტორიისა, რომელიც ვერ აუღია უკვე 2-3-4 სრული წელიწადია. მეორე არმია კი არ ვართ, საერთოდაც საუკეთესოები ვართ, ამბობს ერთი ბოროტი კაცი, რომელიც პერიოდულად ევროპასაც კი ემუქრება გავბრაზდები და შენს მოგხედაო. მე ჯერ ომი არ დამიწყიაო, მე უმძლავრესი, მე უძლიერესი ვარო, კაღალდის მეფხვია რეალურად ეს იმ პუტინის და ამ ივანიშვილის რუსეთი და ჩვენი მდინარე ყვირილის სანაპიროზე გაზრდილი ხვითოც ამაოდ კომაგობს იმ ღრძოს. გაივლის კიდევ ბევრი ტკივილი, გასწორდება წელში ცალკე ევროპა და ცალკე ამერიკაც სრულიად გაისიგზეგარებს, რა და როგორ უნდა კნასდა და დაეცემა მოსკოვის იმპერია. აბა რასიზამს, აბა სხვაგვარად როგორ მოხდება ოღონდ ის, რაც ჩვენი გასაკეთებელია აქ და ახლა, ჩვენი
დასაკეთებელია ნამდვილად. ამიტომ უნდა ვიბრძოლოთ ბოლომდე. მარკო რუბიო უკრაინაში მშვიდობის დამყარების შესახებ ამბობს, ანუ სახელმწიფო მდივანი ამერიკის შეერთებული შტატებისა. შესაძლოა ბრჭყალი გაიხსნა, შესაძლოა ომი ამ კვირას ომის დასრულება ამ კვირას მოხდეს. შესაძლოა მომავალ თვეს, შესაძლოა რამდენიმე თვის განმავლობაში არ იყოს სიტუაცია მზად მომწიფებული. ეს ჩვენზე არ არის თუ დამოკიდებული ამბობს რუბიო, ეს დამოკიდებულია ორ მხარეზე. საბოლოო ჯამში სწორედ მათ მოუწევთ შეთანხმების დადება, შესაძლოა ეს შეუძლებელიც კი იყოს, მაგრამ მე იმედი მაქვს, რომ ეს მაინც მოხდებაო, ეს შესაძლებელიაო და რუბიო მიკხოთ გულახდილნი მართალია. ოღონდ მართალია ამერიკის ოკეან გაღმა გადმოსახედიდან. მას აქვს იმედი, რომ რუსეთი ან ამგვარი იერი აქვს მიღებული, რომ რუსეთი ადეკვატური მოთამაშეა. რუსეთი არაფერს არ დათმობს რეალურად, ეს ვიცით ჩვენ და ისიც ვიცით, რომ არც უკრაინა დათმობს. იმიტომ რომ უკრაინას დასათმობი არც არაფერი აქვს. უკრაინას საკუთარ მიწა-წყალს კბილებით იცავს. ბოლო 4 წელიწადია კირილ ბუდანოვის თქმით. რუსეთისათვის ტერიტორიების დათმობა უბრალოდ არ მოხდება მისივე თქმით. რუსეთი ბალტიისპირეთის ქვეყნების ოკუპაციას გეგმავს, ხოლო ევროპას ალბათ 2026 დგება რამდენიმე დღეში. ბუდანოვი ამბობს, რომ ევროპას რუსეთი ალბათ უკვე 2027 წელს წელიწად ნახევარში მეთქი ასე გეტყვით და ესხება თავს. რუსეთი თავდაპირველად ნატოს ქვეყნების წინააღმდეგ პირდაპირ აგრესიის დაწყებას 2030 წლისათვის გეგმავდა, თუმცა ახლა გადახედა საკუთარ გეგმებს და ვადები 27 წლამდე გადმოსცია, შეამცირაო, ასე ამბობს კირილ ბუდანოვი. ასე რომ თუ ვტოვებთ ივანიშვილს ეს უკვე ჩვენს კონტექსტში, რომ ვიცოდეთ. ომი ბუდანოვს ვენდოთ ერთწუთს. გამორიცხული სულაც არ არის, რომ დაიწყოს 2027 წლისათვის. თუ ვტოვებთ ივანიშვილს. უნდა ვიცოდეთ, რომ უკრაინის და ევროპის წინააღმდეგ რუსეთის მხარეს ივანიშვილი ჩართავს ჩვენს ქვეყანას. ივანიშვილი თქვენს შვილებს, მეზობლებს, მეგობრებს, ახლობლებს, ნათესავებს, თუნდაც უცნობებს, რომელთათვისაც ხელის არ ჩამოგირთმევიათ და თავის არ დაგიკრავთ. ანუ გამარჯობა არ გითქვამს, მაგრამ აი გინახავთ ქუჩაში, დედოფლის წყაროში, სენაკში, გორში, ზუგდიდში, თელავში, თბილისში, მცხეთაში, ახალციხეში, რა მნიშვნელობა აქვს? რომელ ქალაქს, რომელ რაიონულ ცენტრს, რომელ სოფელს დავასახელებ. ადამიანებს ხედავთ თქვენ ყოველდღიურად ივანიშვილი ისე იზამს, რომ აი ამ ადამიანებს, ვისაც ხედავთ ახალგაზრდებს, 18, 19, 20, 21, 30 წლამდე ახალგაზრდებს, ვინც იქნებ უფროსებსაც კი, ივანიშვილი ისე იზამს, რომ რუსეთი მათ გაიწვევს. ხან ფულს შესთავაზებს და ხან რაღაცა ივანიშვილისა და პუტინის ხლართების ფარგლებში მათ მოუწევთ წასვლა. გინდათ ასეთ საქართველო? მე არ მინდა. აკი ამიტომაც დღეს უკვე გვიანია, მაგრამ ხვალ საღამოს 7:08-ზე მე ბევრი პატრიოტის გვერდით ვიდგები რუსთაველის გამზირზე. ნახვამდის. ბიზინა რუსმა საზოგადოება აქამდე ვერ გატეხა და ვერც მომავალში მოუხერხებს რამეს მიუხედავად იმისა, რომ ცდილობები რასაკვირველია უხვად ეკნება, რას არ მოიფიქრებს და მოაფიქრებინებენ, რას არ გააკეთებს და გააკეთებინებენ, როგორ არ შემოგვიტევს ლოკალურ გამარჯვებებსაც მიაღწევს, მაგრამ ამბავის ისაა, რომ მოქალაქე არ ეპუება საქართველოს გრუზიად გარდაქმნას და მოქალაქეს კი ძალიან უჭირს. კი გუდავს ეს სისტემა, მაგრამ ბოლომდე ალბათ მაინც ვერ მოგუდავს ბიზინა რუსიც კი და თუ ვერ მოგუდავს შესაბამისად სულ მოკლე კაცის ანუ ბიზინას რიო-დე-ჟანეიროში, აშხაბადში, მოსკოვსა თუ სხვაგან წასვლის დრო მოახლოვდება. რა უნდა ვქნათ იმისათვის, რომ გამარჯვება დადგეს უთუოდ ძიმე ზამთარს ხომ დიდი გაზაფხული უნდა მოხდეს, უნდა ვივარგოთ ნაღდად. იმისათვის, რომ ეს ყველაფერი ნაღდად, ანუ ჩვენი გამარჯვება ნაღდად შედგეს, ნაღდად მოხდეს და გარდაულად მოხდება კიდეც.